თარგმანება იმათეს სახარებისაი თავი მე. სიტყვაი ესე და მოუხდეს მოწაფენი და ხრქვეს მას, რა ისათვის იგავით ეთყვი მათ? ხოლო იესო ხრქვა მათ, რამე თუ თქვენ და მოცემულ არ ცნობათ საიდუმლოი სასუფეველისაც ათაისაი, ხოლო მათ და არა მიცემულ არს 13, 10, 11. ღირს არ საკვირველებისა საქმე იგი მოწაფეთაი, ვით არ სურვილღა თუ იყვნეს სწავლად ყოველთა მათ იგავთა, არამედ უწყოდესვე, თუ ოდეს ჯერ იყო კითხვაი, რამე თუ არა ყოვლადვე იქმანა ამას. და ოდეს იქ მოდინ მოწიწებით და კრძალულებით, ვით არც ეიტყვის მარკოს ვით არმედ, ოდეს იყო თვისაგან მაშინ კითხეს მოწაფეთა. მარკოზი 4:10 ესრეთგან კრძალულნი იყვნეს და გონიერებით ასავსენი. ხოლო იხილეთ გონებაი მათი, ვით არ ზრუნვენ ერისა მისთვის, ვით არც აიგი სხვასაც ადგილს აეტყოდეს, ვით არმედ, განუტევი ერი ესე, რამე თუ შეემშია მათ, შეადარე ლუკა 9:12 და 10 აქა ეტყოდეს, რა ისათვის იგავით ეთყვი მათ, არა თქვეს, თუ რა ისათვის იგავით გვეთყვი ჩვენ. არამედ ერისა მისთვის ზრუნვენ. ხოლო იესო ხრქვა მათ, თქვენ და მოცემულ არ ცნობათ საიდუმლოი სასუფეველისაც ათაისაი, ხოლო მათ არა მიცემულ არს. ესე რა ითქვა, არა თუ ამას მოასწავებს, თუ იძულებით რაიმე არ საქმე იგი, ანუ განწესებულ და განთვისებულ არს მათთვის ოდენ, არამედ გამოაჩინებს, ვით არმედ იგინი არიან მიზეს ყოველთა ბოროტთა, რომელთა არა ინებეს შეწყნარებაი საიდუმლოთაი მათ, რამე თუ საქმე იგი ნიჭი არს უსასყიდლოი. ხოლო არა თუ ვინაითგან ნიჭი არს, ამისთვისმცა თვითმფლობელობისა წესსა დახსნი და არამედ რომელთა ენებოს მიეცემის და რომელთა არა ენებოს არა მიეცემის. ამისთვისცა რაითა არცა იგინი სასოწარ კვეთილი ქმნენ, არცა ესენი უდები ქმნენ, შემდგომითა მით სიტყვითა გამოაჩინა, ვით არმედ ჩვენგან არს დასაბამი გინა თუ მიცემისაი, გინა თუ არა მიცემისაი რამე თუ იტყვის. წახარებაი, რომელსა აქუნდეს მიეცეს და რომელსა არა აქუნდეს, რომელღა იგი ჰგონიეს, ვით არმედ აქურს მოვერეღოს მას 13, 12. თარგმანი, დიდარს სასჯელი ესე სიმართლისაი, რამე თუ ესრეთ იტყვის, რომელსა აქუნდეს გულს მოდგინებაი და მოსწრაფებაი, მიეცეს მას ღმრთისაგანცა ყოველივე კეთილი. ხოლო რომელი გულს მოდგინებისაგან და მოსწრაფებისა ცარიელი ყოს და არარას კეთილს აჩვენებდეს თავისათვის ისა მიერ, მას არცა ღმრთისაგან რაი მიეცემის, არამედ რომელღა იგი ჰგონიეს, ვით არმედ აქურს მოვერეღოს მას. არა თუ ღმერთი მოუღებს, არამედ სიგრილისა მისისათვის და გულფიცხელობისა არარას მისცემს, და მერმე იგი თავითთვისით ყოველსავე წარს წყმეთს. ეგრეთვე ჩვენ ყვით გაცდა, უკვე თუ ვის ვასწავლიდეთ კეთილსა და იგი არა ისმენდეს, ოდეს ფრიად ვევედრნით და მოუდრეკელად ვპოით, დაუტევით იგი, ხოლო რომელი გულს მოდგინებით ისმენ, მოსწრაფებით ვასწავლიდით მას. კეთილად უკვე თქვა, რომელღა იგი ჰგონიეს, ვით არმედ აქურსო, ესე იგი არს, ვით არმედ ყოვლადვე არ არაი აქურს, არამედ ჰგონიეს, თუ აქურს რაიმე. და მერმე უმეტესად გამოაცხადა სიტყვა იგითვისი, რაითა საცნაურ ყოს თუ რაი არს, რომელსა აქუნდეს მიეცეს, ხოლო რომელსა არა აქუნდეს, რომელღა იგი ჰგონიეს, ვით არმედ აქურს მოვერეღოს მას, რამე თუ იტყვის. წახარებაი, ამისთვის იგავით ვეთყვი მათ, რამე თუ ხედვენ და არა ხედვენ, და ესმის და არა ესმის, არცა გულისხმობყვიან. და აღესრულების მათზე და წინაის წარმეტყველება იგი ესაია წინაის წარმეტყველისაი, სმენით გესმოდის და არა გულისხმახოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ. რამე თუ განსრქა გული ერისა იმის და ყურით ამძიმედ ისმინეს და თვალნი მათნი დაიწუხნეს, ნუ უკვე იხილონ თვალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისხმაყონ და მოიქცენ და განკურნე იგინი 13, 15. თარგმანი, უკვე თუ არა ხედვიდეს, ახილვა ჯერ იყო თვალთა მათთაი.
ჰე უკვე თუმცა ბუნებისა იყო სიბრმე, ჯერ იყო ახილვაი, ხოლო ვინაიდან ნებსითი იყო დაწუხვაი თვალთაი, ამისთვის არა თქვა, თუ არა ხედვენ არამედ, ხედვენ და არა ხედვენო. რამე თუ მათისა უკეთურებისაგან იყო სიბრმე იგი. ხედვიდეს განსხვასა ეშმაკთასა და იტყოდეს, ბერძებულითა, თავრითა ეშმაკთაითა, განასხამსო ეშმაკთა. ლუკა 11:15 შეადარე მათე 12:24 ესმოდა, ვითარ ღმერთსა შეაწყნარებდა მათ და დიდი იგი აქონდა მისა მიმართ ერთობაი და იტყოდეს, ესე არა ღმრთისაგან არსო. შეადარე იოანე 9:16 ვინაიდან უკვე კეთილსა ხედვიდეს და ესმოდა და იგინი ბოროტსა იტყოდეს, ამისთვის იტყვის ვითარმედ, ხილვაიცა იგი და სმენა იმიეღოს, რამე თუ არ არას ერგების, არამედ უფრო ისად დასასჯელ არს მათა. რამე თუ არა ხოლო თუ ურწმუნო იყვნეს, არამედ წინა აუდგებოდესცა და შეასმენდეს და მოკლად განიზრახვიდეს. რამე თუ თავადი პირველითგან არა ესრეთ ეტყოდა მათ, არამედ ფრიადითა განმარტებითა იყო სიტყვა იმისი, ხოლო ვინაიდან იგინი დრკუ იყვნეს და გულარძნილ, ამისთვის იგავით იწყო სიტყვად. ხოლო რაითა ვერ თქვან, თუ ცუდად აბრალობს მათ, ამისთვის წინა ის წარმეტყველი ესაია მოიყვანა და მამტკიცებელად ამის სიტყვისა და თქვა ვითარმედ, აღესრულების მათზე და წინა ის წარმეტყველება ესაია ისი, სმენით გესმოდის და არა გულისხმახოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ და შემდგომი ამისი. ხოლო იხილე წინა ის წარმეტყველი იგი ვითარ გამოცულილვით შეასმენს მათ. რამე თუ არცა მან თქვა, თუ არა ხედვიდეთ ანუ არა გესმეს, არამედ სმენით გესმოდის და არა გულისხმახოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ. ესაია 6:9 საცნაურ არს უკვე ვითარმედ მათ თავთა თვისთაავნეს და არა სხვა მან ვინავნო, რამე თუ ესმა რაი ყურნი დაიყვნეს, დაიხილეს რაი, თვალნი დაიწუხნეს, გული განისრქეს, ამისთვისცა წარწმდეს. ხოლო იტყვის ვითარმედ, ამისთვის ყვასო ესე რაითა არა მოიქცენ და განკურნე იგინი და ამათ სიტყვათა მიერ გარდამატებულსა მას და დამტკიცებულსა უკეთურებასა მათსა მოასწავებს და სრულიადსა განდრეკილებასა, არამედ მოუწოცვე მოქცევა და უჩვენებს. ვითარმედ უკვე თუ მოიქცენ განკურნებს მათ, ნუ უკვე მოიქცენო და განკურნე იგინი. გამოაჩინებს ვითარმედ ძალუც მოქცევაი, უკვე თუ ინებონ და სინანულისა მიერ ცხოვრებაი, რამე თუ ღმერთს არ აჰნებავს სიკვდილი ცოდვილისაი, არამედ ყოველთავე ცხოვრებაი. ხოლო რაითასცნა, ვითარმედ საქმე იგი მათისა სიბრმისაი არა ბუნებითი იყო, არცა იძულებითი ისმინე, რასა ეტყვის მოწაფეთა მათთვისთა და მოციქულთა. წახ არებაი, ხოლო თვალნი თქვენი ნეტარ არიან, რამე თუ ხედვენ და ყურნი თქვენი, რამე თუ ესმის 13:16. თარგმანი, არა ხორციელთა მათთვის იტყვის თვალთა და სასმენელთა, არამედ გონებისათა. აც უკვე საცნაურ არს ვითარმედ ესენიცა ჰურიათა ნათესავისაგან იყვნეს და მათთანავე აღზრდილ, გარნა არ არაიევნო მათ სიტყვათაგან წინა ის წარმეტყველისათა, რამე თუ არცა ყურითა მძიმედ ისმინეს, არცა თვალნი დაიწუხნეს, არამედ ძირი იგი კეთილთაი აქონდა, რომელ არს გულს მოდგინებაი და გონებაი კეთილი და ნებაი უმჯობესისა იმხურვალე. ხედავა რამე თუ სიტყვა იგი, თუ თქვენ და მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი, არა თუ იძულებასა რასმე მოასწავებდა ანუ განთვისებასა, არამედ ნებსიცა მას და გულს მოდგინეთ შეწყნარებასა მათსა. რამე თუ უკვე თუმცა არა მათისა მის კეთილისა გონებისა იყო გულს მოდგინებით შეწყნარება იგი, არამცა სანატრელ ქმნილიყვნეს, არამედ არცა თვალნი დაიწუხნეს, არცა ყურნი დაიმძიმეს სმენად, ამისთვის ღირს იქნეს ნეტარებისა, ვითარცა ეტყვის კვალად. წახ არებაი, ამენ გეტყვი თქვენ, რამე თუ მრავალთა წინა ის წარმეტყველთა და მართალთა გული ეტყოდა ხილვად, რომელსა ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად რომელი გესმის, და არა ესმათ 13:17.
თარგმანი ჭეშმარიტად სუროდა წინაისწარმეტყველთა მათ და მამათ მთავართა ხილვად მოსვლა უფლისაი და სასწაულნი მისნი და სმენად ტკბილისა მის ხმისა მისისა და საღმრთოთა მათ მოძღვრებათა მისთა, არამედ მოციქულნი უმეტეს სანატრელი იქმნეს. რამე თუ მათ სარწმუნოებითა ხოლო იხილეს და ესმა, ხოლო ამათ ხორციელითა თვალითა იხილეს და ხელით მსახურებად ღირს იქნეს სიკეთისა მისთვის გონებათა მათთა ისა. ხედავა ვითარ კვალაცა შეერთებს ძველსა მას ახალსა თანა და გამოაჩინებს, ვითარმეთ არა ხოლო თუ მეცნიერ იყვნენ წინაისწარმეტყველნი ყოფადთა მათ, არამედ ფრიადსა სუროდა ხილვად. ხოლო ვინაითგან ესრეთ ყოვლით კერძო ნეტარებისა ღირსყუნა მოციქულნი, მერმე ხრქვა მათ, ხოლო თქვენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაი, მათე 13-18 და განუმარტებს ყოველსა მასზე მოთქმულსა, მოსწრაფებისათვის და დახსნილობისა, სახმართმოყვარებისათვის და უპოვრებისა, მოშიშებისათვის და სიმხნისა. და მერმე უჩვენა სათნოებისა იგი თითო სახენი საზონი, რამე თუ კაცთ მოყვარებისათვის ისათვის არა ერთი გზა იგვიჩვენა სათნოებისაი, არცა თქვა, უკვე თუ ასეული ნაყოფი არა გამოიღოთ, არა შეგიწყნარებ, არამედ იტყვის ვითარმეთ. 3-20-ისა მომღებელი და 30-ისა იცა შეწყნარებულ არს, რაითა გულისხმოვყოთ ვითარადულყო გზაი ცხოვრებისაი. სწავლაი მე ვითარმეთ ქველის საქმე და ჭირველთა წყალობაი ქრისტესა მიიწევის. და შენცა მორწმუნეო, ნუ სრულიად უნაყოფო იქმნები, არამედ უკვე თუ ვერ ძალგიც ქალწულება იგი ქორწინე სიწმიდით, უკვე თუ ვერ იქნები სრულიად უპოვარ, ნუ უდები იქნები ქველის საქმისა მიცემად, უკვე თუ ვერ დაუტევებ ყოველსავე მონაგებსა შენსა ქრისტესთვის. მიეცმა ზოგი საფასეთა შენთა იქმენ იგი თანამონაწილედ შენდა, რომელმან არა უღირსიჩინა წოდებად შენდა მკვიდრად სასუფეველისა. რაოდენიცა მას მისცე, თავსა შენსა მისცემ, მას არაი მიეღო შენგან და თანამონაწილე ყო შენ დიდებისა მის უოხრწნოისა, დააც შენ მცირედი მრავლისა მისწილ არა მისცია. მან ზეცისა მკვიდრად გამოგაჩინა, დააც შენ არცა თუ ქვეყანისა იმისცია. მტერი იყავ და დაგაგო თავსათვისა და შენ მეგობრობისაცა ნაცვალი არა მიაგოა. და თვინიერ ყოვლისა მიზეზისა ესემებ რომელ თავსიდებს მეუფე შენგან მიღებად ქველის საქმისა, არა დიდად ქველის მოქმედებად შეგირაცხიესა? რაოდენ საწადელ არს მონისა, უკვე თუ ღირს იქმნა სუფლისათვის ისა წოდებად სერობასა. ხოლოაც მეუფე მან პირველად უწოდა მონათათვისა ტაბლასა, დააც შემდგომად წოდებისაც არაგნებავს ხტადმისა. მან უცხო ეგე და განვრდომილი სართულსათვისა შეგიყვანა და სიშიშულე შენი შემოსა, დააც შენ არა შეიწყნაროა მეუფე შენი. გასვა მან სასუმელი თვისი, დააც შენ გრილი წყალიცა არა მიუპყრა. მან სულითაც მიდითა აღგავსო ღირსი ეგე ტანჯვისაი, დააც შენ იხილო რა იგი წყურიელი, უგულებელს ყოა. და ეგრეთცა რა იგი მისცე მას, არა თუ შენსა მისცემ, არამედ მისსავე, ესემებრ არა დიდად გიჩნსა და საწადელად რომელ ხელითა შენითა ღირს იქნები პურისა მიცემად და წყლისა შესუმად მეუფისა შენისა. რამე თუ ამით სახითა უპატიოსნას ყოველთა მღდელთასა იქნები, რომელთა ბარძიმი ხელთა უპყრიეს, რამე თუ იგინი მორწმუნეთა აზიარებენ, ხოლო შენ მეუფესა ასუამ. გულისხმა ყავ, თუ ისა ასუამ და შეძრწუნდი, მან შეგმოსა შენ სამოსელი ცხოვრებისაი ხელითა თვისითა, შენცა ნуудები იქნები შემოსადმისა, შიშველი რა იხილო და განთფობად იხილო რაი განცივებული, რომელმან იგი ანგელოსთა თანამოდასე ყო შენ. იხილე იგი და ნუ გეშინისეთ საპყრობილესაშინა, რომელმან გიხსნა საპყრობილეთაგან ჯოჯოხეთისათა. უძლურებასაშინა თუ იყოს მივედმისა გულს მოდგინებით, რომელმან იგი მძლავრებისაგან სიკვდილისა გიხსნა შენ.
აც უკვე ოდეს მის მიერ მოცემულნი ესრეთ დიდ არიან და უაღრეს ცნობათა და ჩვენ განსათხოველი მისი ესრეთ მცირე არს და უნდო, უკვე თუ ესეცა უნდო იარავა ჩვენოთ, ვით არ პოთ წყალობაი. ეჰა უგუნურებაი ფრიადი. ესოდენი მოგვეცა და ესოდენსა კვალად მოველით მოღებად და ჩვენ საფასისა მიცემად გუშურს, რომლისაგან შემდგომად მცირედისა უნებლიეთ განშორებად ვართ. სხვათა სულნიცათვის ნიმისცნეს და სისხლნი დასთხინეს და შენ ნამეტნავსაცა სახმართა შენთასა არა მისცემა. ვით არ უკვე პო შენდობაი. აც უკვე ძმანო ჩემნო, გულისხმობ რაოდენი კეთილი მოგვეცა ღმრთისა მიერ და რაოდენსა მოველით მოღებად და განვაგდოთ ჩვენგან სიყვარული წარმავალთა იამად საქმეთაი, ვიქმნეთ მოწყალე და შემწყნარებელ გლახაკთა, რაითა არა სასჯელისა დიდისა თანამდებ ვიქმნეთ რამე თუ ყოველივე, რომელი გლახაკთა ვაჩვენოთ, ქრისტესა ვაჩვენებთ, ვით არცა თავად მან ბრძანა. აც უკვე შევიმოსოთ თუ მოწყალებაი და სახიერებაი, ვით არცა სამოსელი ნათლისაი, განვანათლნეთ სულნი ჩვენი და აქაცა კეთილად ვცხონდებოდით და მერმესა მას საუკუნესა მიუთხრობელნი იგი კეთილნი დავიმკვიდრნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ. სახელითა ყოვლად წმიდისა სამებისაითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაითა და ყოველთა წმიდათაითა დაიწერა მეორე ესე წიგნი ხელითა ჩვენ ცოდვილთავე არსენი, იოანე და ოქროპირისაითა, განმანათლებელისა მამისა ეფთვიმეს ნამუშაკევთა. ესე საშუალ წიგნი არს. ვინცა იკითხვიდეთ და ირგებდეთ ლოცვა ყავთ წმიდათა მამათა ჩვენთათვის, იოანესა და ეფთვიმესა, დიდი შრომაი თავს უცამათისა თარგმანებისათვის. და ვინ გულისხმავს კეთილად ძალიამად წმიდათა წიგნთაი, უმეტეს ულოცვიდეს და მიხმადლენ უფალმა ღმერთმა სასყიდელი საუკუნოი, ამენ. და ჩვენ უცბად მწერალთა და სერაპიონ მოსელისათვის ლოცვა ყავთ, წმიდანო ღმრთისანო და რომელი დაგვიკლია, შენდობა ჰყავთ ღმრთისათვის. ხოლო დაიწერა მთასა წმიდასა ათონას, მონასტერსა წმიდათა მამათა იოანეს და ეფთვიმესა, საყოფილსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა. ქრონიკონი იყოს კეი.